დაიწყლის ბრძოლა იწყება. ხამზა ჩიმაევი ხვდება დრიკუს დუპლესის და დღეს მე და დუსო უყურებთ ამ ბრძოლას ერთად. დილის 8 საათზე. სპეციალურად გავაღვიძე ბიჭი რა, ამის გულისთვის, იმიტომ რომ ლუნკა აქვს ესეთ ფინალები, მაგრად უყვარს. მოკლედ კახი არღოლიანს ჩემგან მოკითხა, ჩემი ძმაკაცია, რომელმაც ამ სპორტზე შემსვა და კახი არღოლიანი არის დრიკუს დუპლესისკენ. მე მაგალითად ვარ ხამზა ჩიმაევისკენ. გაიყო ჩვენი ისენი. მე ხამაინდამაინც არ მიყვარს არც ერთი მებრძოლი, არ ვგიჟდები არც ერთ მებრძოლზე. ერთადერთი ხედავ ხამზა ჩიმაევთან ერთად არმან ცარუკიანი გამოდის. არმან ცარუკიანს მოყავს ხამზა ჩიმაევი, გადაო, საღოლ არმანში გენაცვალე, ბრატ, უეჭველი მოიგებს მაშინ ხამზა ჩიმაევი. ხედავთ არმან ცარუკიანი? მოკლედ მებრძოლების მიმართ ძალიან გაყოფილი ისენი აზრებია. ზოგს ისევასება, მაგალითად ჩემ ძმაკაც არ ევასება ხამზა ჩიმაევი, არც ისლამ მახაჩევი, არც ისე საერთოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან არავინ არ ევასება. ზოგს არ ევასება დრიკუს დუპლესი, ბევრი წერს რომ ის პიდარასტიაო ზასწაობსო და რაღაცაო ტრენერებთანო. მოკლედ მე არ უყურებ ესე გევასება, არ გევასება. მე რეალურად ვაფასებ და ვაფასებ იმას, რომ ხამზა ჩიმაევი მოიგებს. და რატომ მოიგებს, გადაცემა გავაკეთე და შეგიძლიათ ნახოთ. მაგრამ ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ის ძალიან მაგრად ჭიდაობს, ძალიან მაგარი მოჭიდავი არის და ძალიან მშიერია. პირველი შანსი არის მისი, რომ გახდეს ჩემპიონი. დრიკუს დუპლესის თავის კარიერაში წაგებები აქვს. მაგრამ ვერ ვიტყვით ისეც, რომ აი დრიკუს დუპლესი სუსტი ტიპი არის, იმიტომ რომ ჭიდაობაში ძალიან მაგარი ტიპია. ყველას გვახსოვს, რომ ძირითადად მახრჩობელით იგებს ხოლმე თავის ბრძოლებს, განსაკუთრებულად იქამდე სანამ UFC-მდე მოხდებოდა. თან გამოცდილია რა დრიკუს დუპლესი, იმიტომ რომ 5 რაუნდიანი ბრძოლებიც ჰქონდა დრიკუს დუპლესის. ასევე სატიტულო ბრძოლა უკვე 3 ბრძოლა ჩაატარა, აი ამის მხრივ ის ძალიან გამოცდილი არის რა. ხამზა ჩიმაევთან შედარებით. რომელი მიყვარს ესე არც ერთი არ მიყვარს. მიყვარს მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია, ხო? ხო ეგრეა. ეგრეა. აბა ვნახოთ რა მოხდება. ხამზა ჩიმაევი მზად არის ბრძოლისთვის. ეხლა გამოვიდეს დრიკუს დუპლესი. მე დაწერეთ კომენტარებში ვისკენ იყო და განვიხილოთ ერთად ეს ბრძოლები. იქამდე თუ YouTube არ დამიბლოკავს ამ ვიდეოს, ამ ვიდეოს პირდაპირ მონტაჟის, დიდი მონტაჟის გარეშე ეგრევე ვიტენი YouTube-ზე. წინასწარმეტყველი მყავდა დუსო რა. აი ეს ოქრო ადამიანი მყავდა წინასწარმეტყველი. აბა ვაჩვენოთ როგორი ტიპია. აი ეს იყო ჩვენი წინასწარმეტყველი. და ამან თქვა, რომ ხამზა ჩიმაევი მოიგებსო. და მოდი ვნახოთ ახლა ხამზა ჩიმაევი მოიგებს თუ არა. აბა ვნახოთ. და გამოდის ჩემპიონი. მოკლედ დრიკუს დუპლესი 9-ზე დიზეთ გამარჯვებით მოდის. მოდი აქ. 9-ზე დიზეთ გამარჯვებით მოდის. გახდა ჩემპიონი, ორჯერ დაიცვა ქამარი. მაგრამ თავის კარიერაში 2 მარცხი აქვს დუსო, ეგრეა. ხამზა ჩიმაევს საერთოდ მარცხი არ აქვს, მიკროფონს თავი დაანებე. ხამზა ჩიმაევს მარცხი არ აქვს და 8-ზე დიზეთ გამარჯვებით მოდის. ახოთ აბა ვინ ვის დილის 8 საათია მართალია ქართველი არ ბრძოლობს, იბრძვის, მაგრამ ნახევარი საქართველო დილის 8 საათზე ადგა და უყურებს ამ ბრძოლას. გაგიშვათ აბლა? გამოდის 31 წლის დრიკუს დუპლესი და ეჯახება ხამზა ჩიმაევს. მოდი აქ. არ დაგვავიწყეს, რომ გამოუშვებ და მათ შეიყვანეთ, თორე ხელს მიშლის და ტვინს ბურღავს ეს. ტვინს ბურღავს და ეხლა გაგიშვებ და ხამზა ჩიმაევის ბრძოლა საერთოდ ვეღარ დაესწრებს, გაგაწყობს?
Всё. Შეადილის 8 საათზე წადი. Всё. რა შეგვიძლია ვთქვა დრიკუს დუპლესიზე 31 წლის მებრძოლი არის ძალიან მაგარი მებრძოლი არის UFC-მდე 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა კიკბოქსინგში სამოყვარულოში არის ჩემპიონი ძალიან ქაოტურად ჩხუბობს ვერავინ ვერ ამოიცნო მისი ჩხუბი მორაგბეც იყო ერთი პერიოდი მაგრამ მაგ ჩხუბმა მოიყვანა ის სატიტულო ბრძოლამდე მოიგო ჩემპიონატი ორჯერ დაიცვა კამარი მოკლედ ძალიან მაგარი პიროვნება ასევე ჭიდაობა ძალიან მაგარ დონეზე აქვს ხამზად ჩიმაევს ვერ შეედრება მაგრამ თვითონ როგორც დუპლესიც იძახის მას აქვს ყველაფერი ცოტ-ცოტა ანუ ჭიდაობაც ძალიან მაგარი აქვს ну ძალიან მაგარი არა რაღაცა ჰაიდონე მაგრამ კარგი დამაკმაყოფილებელი კიკბოქსინგიც კარგი ჯიუ-ჯიტსუც კარგი და საერთოდ ჯამში ყველაფერი ცოტ-ცოტა და უმაგრესი მებრძოლი გახდა და გახდა UFC-ის ჩემპიონი ხამზად ჩიმაევს რაც შეეხება ну вот გომშიც შეუძლია ნოკაუტებითაც იგებდა ბრძოლებს მაგრამ ძირითადად მოჭიდავია მაგრამ ჰაი კლასის მოჭიდავია და ახლა ვნახოთ MMA ზოგადად კაი არის ყველაფერი რო იცოდეთ ცოტ-ცოტა ზუსტად ისე როგორც დრიკუს დუპლესი აკეთებს ამას მაგრამ ჩიმაევი ცოტა სხვანაირად არის ის უფრო მოჭიდავი არის რომელიც იხარჯება პირველ მეორე რაუნდში მაგრამ მერე იღლება სახეს აძრობენ მაგრამ იგებს ნუ სახე ვერავინ ვერ ააძრო იმიტომ რომ არ წააგო ბევრი ამბობს ბონსთან წაგება ეკუთვნოდა არ არსებობს ბონსთან წაგება მას არ ეკუთვნოდა ერთი რაუნდი ბორსმა დაშალა ის მარტივ მომრავლებლად მაგრამ ისე დაიხარჯა რომ მესამე რაუნდში უკვე ჯობდა ჰამზად ჩიმაევი მაგრამ ამ ბრძოლისთვის მან ძალიან წამოწია თავისი კარდიო ამიტომ ფიქრობ აი ძალიან მაგარი ომი გველოდება რა ჩემგან მაგარი კომენტატორი არ გამოვა მე ეხლა იქავარ და რასაც შევძლებ იმას ვილაპარაკებ რა შეხედეს ერთმანეთს პირველივე რაუნდში სახეს ააძრობს ჩიმაევი მე ასე ვფიქრობ თუ არა და მეორე რაუნდში მაინც გააკეთებს ამას მაგრამ თუ დრიკუს დუპლესიმ გადაიტანა ეს ყველაფერი მაშინ ხელი ჩამიქნები მაშინ წააგებს აბა დავიწყოთ ბაფერ სად ახარ ბაფერ მოვიდა მაგარია რა ბაფერი თავისი ხმის მეშვეობით ბაფერი გახდა მილიონერი მაგაზე ვიდეო მაქვს გაკეთებული ძალიან მაგარი გადადით მე ახზე და ნახეთ ბაფერის ძმა სხვათა შორის ბოქსის წამყვანი არის კრივის და როგორც ბაფერია ცნობილი UFC-ში ისევე არის ცნობილი მისი ძმა მაიკლ ბაფერი ამჟამად ჩიმაევი დატენილია. პრესკონფერენციას რო გადავხედოთ, აი დრიკუს დუპლესი რავი. ალბათ დაიგრუზებოდა, სახეზე არ ეთყობოდა, ახლა ესეთ მებრძოლს როგორ დაგრუზავ, მაგრამ მთელი მაყურებელი მაგის წინააღმდეგ იყო უშპენდნენ, ალბათ ბევრმა თქვენთაგან მანახა, აი სახე ააძრეს და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, როცა მაყურებელი შეწინააღმდეგაა. ჩიმაევი იღიმის დრიკუს დუპლესი სერიოზულად დგას It's time, so ვიწყებთ რა წარმომიდგენია იქ რო ხარ, რამხელა აურა, რამხელა ძალა. UFC-ის ბრძოლებზე არასდროს არ ყოფილა არსად. წარმომიდგენია ჩარლზ ოლივერას და ილია თოფურიას ბრძოლაზე რა ხდებოდა. ქართველებისთვის რა, ქართველების
Чимаев იძახის რომ ამ მოგების შემთხვევაში 77-ში ჩავა, მერე 93-ში, 3 კამარი უნდა. და 77-ში რომ ჩავიდეს მაგ დროსვე ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევი გაკვანძოს და მერე ილია თოფურიას ამასთან მოუწიოს ჩხუბი, აუ, ხوار ღადაო. და ამასაც რომ მოუგოს. არ ვიცი, რა ვიცი, ილია თოფურია ესეთი ჯადოქარია, ყველაფერი შესაძლებელია. Dricus duplessi ხოძეა. ფერმერი, აი საქონელი ძლიერი ფერმერია, რომელიც არ იღლება. სოთოჟეს Dricus duplessi ვარჯიშებს რაღაცა მერაბას კითხავდა, მაგის კადრებიც არსებობს, მერაბა რომ ავარჯიშებს და იქ კარდიოში აძლევს რჩევებს. ოპა, უკვე კაჩაობა დაიწყეს. დაეჯახე, ჯერ არ გამოაცხადეს და ჩიმაევი ეცა, всё, დაიგრუზა დუპლესი. დაიგრუზა. აუ, რა მაგ გარჩხობს უყურებთ თქვენ ხვაზე არა ხარ. всё, დატენილია. ვიწყებთ. სატიტულო ბრძოლა ხამზად ჩიმაევს მიეცა შანსი პირველად ცხოვრებაში. აუ, თავისი გამოხედვა რა მხეცე. აუ, всё, შეჭავს ძმაო რა. კახი არღულიანი ვიზიარებს შენ წუხარებას ძმაო, ისეთი გამოხედვა მან დანძრეული აქვს ამას. დავიწყეთ. პირველი რა თქმა უნდა ტეიქდაუნი უნდა შევარდეს და შევარდა პირველივე წამებზე, მერვე წამზე შევარდა ტეიქდაუნი, წავიდა ჭიდაობა ბიჭო. Dricus duplessi დაითრია ის ხელზე, გადაობს, საღო Dricus duplessi მართლა მალადეც. მაგრამ გამოძვრა ხამზად ჩიმაევი. ყველა ექსპერტი მაგას ამბობდა რომ პირველი დაიძრება თან პირველივე წამებზე და დაიძრა კიდევაც ხამზად ჩიმაევი. მაგრამ Dricus duplessis მართლა ყოჩახ, იმიტომ რომ ეგრევე დაითრია ყელზე. всё, აკონტროლებს. 50 წამი გავიდა და ამ ბრძოლას იგებს ხამზად ჩიმაევი, როგორც ვამბობდი, კახი აჩაკუჩებს, ბიჭო დაითრია და აჩაკუჩებს, სახეს აზრობს, კახი კლავს, ბიჭო, 1 წუთი გავიდა ჯერ. ყურში ურტყავს, ისეთი შეკრული ყავს, დუპლესი ვერაფერს ვერ აკეთებს, არადა დუპლესი ძრება ხოლმე ესეთი ადგილებიდან. ვერაფერი, ბიჭო! ვერაფერს ვერ აკეთებს. ვერ ინძრევა Dricus duplessi გააჩერა ხამზად ჩიმაევმა. ვერ ინძრევა და ერთ ყურში ურტყავს. წუთ ნახევარი გავიდა. ყურში ძლიერი დარტყმები არ არის, მაგრამ ყველა ქულა. კიდე. ზუსტად 2 წუთი გავიდა და Dricus duplessi ვერაფერს ვერ აკეთებს, ხამზად ჩიმაევს ისეთი დათრეული ყავს, რომ ვერ ინძრევა ტიპი. 2 წუთზე მეტია ვერ ინძრევა ტიპი. ეს სუსტი დარტყმებია, მაგრამ წარმოიდგინეთ, ეს სულ ყველა ქულაა და ზიანიც რა თქმა უნდა, ეხა 100 ჯერ რომ მოხდება, თავში უკვე ზიანია და ამ საწყავს უკვე მოხდა 1-40 ჯერ. ხوار გადაო 2 წუთ ნახევარია Dricus duplessi მოქმედი ჩემპიონი ვერ ინძრევა. არ ჩერდება ჩიმაევი.
აკონტროლებს დარტყმები კი გააჩერა, მაგრამ აკონტროლებს, მაინც ვერ იძლება, აი ზურგზე წევს დრიკუს დუპლესი და ვერაფერს ვერ აკეთებს. ბადემდე მივიდა და ეხლა ცდილობს ბადეზე ფეხები მიარტყას და როგორმე ადგეს. ამდენი ხანი დრიკუს დუპლესი ვერავინ ვერასდროს ვერ გააჩერებდა ესეთ საქონელს მე გადავები. მაყურებლები უკმაყოფილოები არიან, უნდა სისხლიანი შოუ, მაგრამ რა თუნდა ხამზა ჩიმაევ სისხლიანი შოუ იგებს. ხელებით იჭერს, არ შეიძლება ბარდეზე ხელებით. ისე ყავს დათრეული ხამზა ჩიმაევს დრიკუს დუპლესი, რომ დუპლესი მოქმედი ჩემპიონი ვერ ინძრევა. 4 წუთი გავიდა. ერთი ქულა არ აუღია. რა თქმა უნდა, ეხლა აი ამ შემთხვევაში ჩიმაევი ბევრად დასვენებული არის ვიდრე დრიკუს დუპლესი, იმიტომ რომ დრიკუს დუპლესი ამ ხელა მასას ცდილობს მოიცილოს, უკვე 4 წუთ ნახევარია. 30 წამი დარჩა. გამოძვრა, მაგრამ ზურგიდან აიყვანა. 18 წამი და ადგა დრიკუს დუპლესი, მაგრამ ისევ გადაიყვანა. ყოჩა, აი დრიკუს მართლა გამძლე არის ძალიან. 5 წამი. დამთავრდა რაუნდი. პირველი რაუნდი განადგურა, ხამზა ჩიმაევმა გადაუარა, შეჭამა მოქმედი ჩემპიონი. ესეთი დომინაცია, აი ალბათ მაყურებლები ვინც უყურებს და განსაკუთრებულად დრიკუს დუპლესის მაყურებლები, ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ესეთი დომინაცია იქნებოდა ჩიმაევის მხრიდან. ეხლა შევხედავთ ჩიმაევს როგორი გამძლეობა აქვს, რა მთავარი არის გამძლეობა, იმიტომ რომ თუ მან გამძლეობა მოიმატა, 3 რაუნდი ესე რომ ჩაატარო, სუფთაზე მოუგებს ამას რა. და მთავარია მე 2 რაუნდი დაიჭიროს. მე ახლა ისე ვლაპარაკობ, გეგონება იმის კომაგი ვარ. ჩიმაევის არ ვარ არავის კომაგი, უბრალოდ აი ფიქრობ რომ ჩიმაევი მოიგებს და ამას აი ლოგიკური აზროვნებიდან გამომდინარე ვაკეთებ და ფიქრობ. აი სარუკიანი გვერდში უდგას, გადაობ სარუკიანი. იმენა კუთხეში დაიყენა. ახლა აწყნარებს ჩიმაევს. პირველი რაუნდი შენია, ბრატ. აურა დაღეჭილია დრიკუს დუპლესი გადაობ. დავიწყეთ მეორე რაუნდი. ჰაიკიკები გაცვალეს ორივე ფეხები და კიდე შევარდა. კიდე ტეიქდაუნი. კიდე გადაიყვანა. აბარა ბიჭო შეხედეთო. ბარდესთან მუხლები თამაშავებს და ეხა უეჭველი გადაიყვას. ზურგიდან არის, ეხა მახრჩობელაზე გასვლის დიდი შანსი აქვს და მეორე რაუნდში მოიგებს. მუხლებით ქულებს აგროვებს მერაბ დვალიშვილივით. ვერაფერს ვერ კიდე გდება, კიდე ტეიქდაუნი. ძრება დუპლესი ჩალიჩობს, თელ ძალებს ხარჯავს ამაში და ასე რომ დუპლესიც კაი დაღლილია. ჩიმაევს ახლა სიმართლე რომ გითხრათ, დაღლა საერთოდ არ ეთყობა რა. ახლა ჩიმაევს ერთი მომენტი აქვს, ზურგიდან ხო ყავს დათრეული. ერთი მომენტია, პატარა შეცდომა და ვამპირივით ხელზე უნდა ეცის რა. დგას და მუხლებით ქულებს აგროვებს, რა ჩვეულებრივი დომინაცია მეორე რაუნდში.
все-таки было распятие на протяжении длительного времени. Ну и здесь Чимаев спокойно выбирает баллы, работает по корпусу, по бедрам. ორი წუთი გავიდა და დრიკოს დუპლესის საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებს. საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებს. На захват за корпус, давление. Вновь пытается завести левую ногу, но Дрикус этого сделать не позволяет. აფრიკელი ლომი კრიზისშია. ჩეჩენი მგელი ძალიან წარეთ იკვლინება ძმაო. შედის ახლა ვერ შევიდა მახჩობელაზე. ნახევარი რაუნდი გავიდა. აი არ არის სანახაობრივი ბრძოლა, მაგრამ თავის საქმეს მაინც აკეთებს რა. UFC-ში მაინც მოჭიდავეს ყოველთვის უპირატესობა აქვს რა. რა თქმა უნდა, ისეთ მოჭიდავებზე არ მაქვს საუბარი, რომელიც მათ ჩხუბი არ იცის საერთოდ, მაგრამ ჭიდაობა მაინც წვიტავს. ილია თოფური ავიღოთ, ილია თოფურიაც უჭიდაობით სახეებს აძრობდა, მაგრამ მე რო დაინახა რომ მაგარი მაყუთი კეთდება UFC-ში გათიშვებით და ნოკაუტებით, დაიწყო გათიშვა და ნოკაუტები. და მაგიტომაც გახდა ესეთი პოპულარული. Чай верაფერს ვერ უკეთებს. რა უნდა უდარი პარტერი? Соответственно, удары Дрикуса и Дуплеси здесь никакой статистики нет, потому что они отсутствуют. აი საერთოდ არანაირი სტატისტიკა არ აქვს დრიკვის დუპლესის რა. აი საერთოდ ნულია რა, ორივე რაუნდში არის 0. ანუ 2-0 იგებს ხამზად ჩიმაევი, 1 წუთი არის დარჩენილი მეორე რაუნდის დასრულებამდე და ხამზად ჩიმაევი აი ჩვეულებრივად სამხრივი დომინაციაა. У нас получается, что да, не так кошмарно, как ты отметил, да, складывается этот отрезок, но... Ну, როგორც ჩანს, ფინიშით ვერ დასრულდება ეს მეორე რაუნდი, მაგრამ ჩიმაევმა ძალიან ჭკვიანურად შეინახა ძალები მესამე რაუნდისთვის და მესამე რაუნდიც თუ აი ესე წაიყვანა, ჩათვალე 5 რაუნდი თუ გაგრძელდა ის ორი რაუნდი რომც მოიგოს და ვერ მოიგებს, ესე დომინაციაში როგორ მოიგებს, კონტროლი პარტერში 9 წუთია უკვე 9 წუთი, 2 რაუნდი არის 10 წუთი. და ეხლა კიდე გადა 9 წუთი და რამდენი წამი არის პარტერში კონტროლი 10 წუთიდან. ხო არ ღადაო. ეს რაუნდი ხო საერთოდ რაუნდის ბოლომდე დაიჭირა. ვერთო. სო დამთავრდა მეორე რაუნდი. ჩიმაევი ყმაყოფილია, ჩიმაევი მაგარი ყმაყოფილია, რა თქმა უნდა. დრიკოს დუპლესის კიდევ კრიზისები აქვს. არმან ცარუკიანი ხედავ ეგრევე ყინული მიადო ჩიმაევს. მიდი ბრატ, ორივე რაუნდი შენია ძმაკაც. მიდი მე საქართველოში ჩაგიყვან ბრატ, მე მაგრად ვევასები საქართველოში ყველას. Улыбался после раунда Дрикус Дуплеси, он, естественно, верит в себя, да, он проигрывает на 2 раунда, но здесь такой момент, устанет Хамзат или нет, потому что Дрикус... ნახოთ ხამზატის გამძლეობა როგორი არის, აი ძალიან მაგრად მაინტერესებს ამ ზადების მერე ხამზატმა როგორ მოუმატა რა გამძლეობაში რა. 2 რაუნდი აი განადგურა. არ ვიცი, ძალები დახარჯა ბოლომდე, არ დახარჯა, მოდი ვნახოთ მესამე რაუნდი და მესამე რაუნდიც აი ხა შევხედოთ, სვლაში შევლენ თუ არა და ხამზატი ისევ გადაიყვანს და ისევ ბოლომდე უნდა იჯდეს და დამთავრდა ყველაფერი. თელი მსოფლიო მაგას იძახდა და მათ შორის მეც. კიდე გადაყავს, გადაიყვანა, რა თქმა უნდა, კიდე ტეიქდაუნი და კიდე რაუნდის ბოლომდე ესე უბედურ დღეში უნდა ყავდეს ეს აფრიკელი, თეთრი აფრიკელი. თელი მსოფლიო იძახდა იმას, რომ ჩიმაევი პირველ მეორე რაუნდში თუ ვერ მოიგებს, აი შანსი აღარ აქვს და მათ შორის მეც, მეორე ტეიქდაუნი. მაგრამ
მაგრამ რა ხდება, შეხედე მესამე რაუნდიც. ისევ შეკრა. დრიკუსი ყველა ვარიანტში იღლება. ეხლა ამ ხელა ადამიანისგან გაქცევა და მესამე რაუნდია ცდილობს გამოძრობას. და ზედ ადევს ალბათ 95 კილო. ან მეტი შეიძლება. ყველა ვარიანტში დაიღლები. ერთნაირი გამძლეობა რო ქონდეთ, დრიკუს დუპლესი უფრო დაიღლებოდა, მაგრამ არ ვიცი, ნახოთ. ჩიმაევის გამძლეობას შევხედავთ ეხლა. ჩიმაევმა თუ გაუძლო 5-ვე რაუნდი და მე-5 რაუნდში დააფინიშა, ჩემპიონია ეს კაცი ძმაო რა. პრეტენზია აღარავის აღარ უნდა ქონდეს. ჩეჩენია, ყაზახია, ჩინელია, ვინ ამ მნიშვნელობა არ აქვს. მაგარი მებრძოლია ძმაო რა. როგორც მაგალითად არმან ცარუკიანი. კაი მებრძოლია არმან ცარუკიანი, უბრალოდ ჩვენ ვეღადავებით ხოლმე, მე ვეღადავები ხოლმე არმან ცარუკიანს და ისაც იმიტომ რომ ძალიან იკმინება ილია თოფურიასკენ და ილია თოფურია იმენა ჩვენია. არმან ცარუკიანიც რომ ახალ კალაკელია, მაგრამ არ შეიძლება ესეთი კმენები რა. იმის მაგურად რომ რაღაცა კმენებიდან გადახვიდე პატივისცემაზე, რა თქვა, ჩვენ ორივე საქართველოდან მე იქ დავიბადე, შენ ქართველი ხარ რაღაცა, ის იკმინება და სანამ იკმინება მეც ჩავრთავ აქედან კმენებს. დაიწყო დაჩაქუჩება. ეხლა ისევ პირველ რაუნდს დაამსგავსა ჩიმაევმა. შეკრა, ისევ შეკრა, ვერ ინძრევა დრიკუს დუპლესი და ეს ურტყავს. აი შეხედეთ, აი ესეთი დონის მებრძოლი UFC-ის ჩემპიონი, რომელიც პრაიმში არის, თავისი ფორმის პიკში არის და მთელ სოფლიოს ეშინია ამასთან ჩხუბი, იმიტომ რომ ძალიან მოუხერხებელი არისო, საიდან რას გაისვისო, ვინ რას გააკეთებსო, ტიპი გაკვანძული ყავს, ნახე და ურტყავს და ვერ ინძრევა ტიპი. ხადაო 3 წუთი გავიდა მესამე რაუნდის და დრიკუს დუპლესი გდია, ჩვეულებრივად გდია და იტანს ხამზად ჩიმაევის დარტყმებს თავში. ეხლა დავები. ესეთი დომინაცია მე არ მინახია რა. აი საერთოდ UFC-ის ისტორიაში ესეთი დომინაცია მე არ მინახია. 15 წუთის განმავლობაში 3 რაუნდი ხო 15 წუთი გრძელდება. ალბათ, აი ახლა რომ დამთავრდება წუთნახევარია დარჩენილი, 15 წუთიდან 13 ან შეიძლება 14 წუთი დომინირებს და თან როგორ დომინირებს, გდია დრიკუს დუპლესი და ეს ურტყავს თავში. არ ვიცი, ალბათ 200-300 დარტყმა თავში. არ ვიცი, ბოლო სტატისტიკა დაიდება ამდენი დარტყმა თავში. შეიძლება არ არის რაღაცა ძალიან 13 წუთი კონტროლი და 1 წუთი არის დარჩენილი. 13 წუთი კონტროლი 15 წუთიდან. და ეს 1 წუთიც დაემატება და 15 წუთიდან 14 წუთზე მეტი კონტროლი არის ხამზად ჩიმაევის. ახე მაუნჩი დაიტრია და დაიწყო დამუშავება. აღჭობს მესამე რაუნდის ბოლო. დაიტრეს. როგორ მინდოდა მესამე რაუნდში. ვერ გაძვრა აღჭობელაზე. ვერ გაძვრა, მაგრამ უკინა ზის და ურახუნებს და ჩვეულებრივად კონტროლში ეთვლება. საერთო ჯამში გამოდის 15 წუთიდან 14 წუთზე მეტ ხანს აკონტროლებდა ჩიმაევი და ვერ დაიჭირა. 3 რაუნდი მოიგო ჩიმაევმა 0-ში, აი 3-0 იგებს. ვერანაირი ქულა ვერ აიღო დრიკუს დუპლესიმ. კახი ხედავ რა შვება? დამთავრდა მესამე რაუნდიც. ესე იგი ახლა რა ხდება? 3-0-ია. დრიკუს დუპლესის დარჩა ფინიში.
2 რაუნდი ზედიზედ რომ მოიგოს, გამორიცხულია ეს რომ ჩემპიონატი დარჩეს. აქედან გამომდინარე, მას სჭირდება ფინიში, მაგრამ არ არის ეს ფინიში რა. დომინირებს ძალაშიც, გამძლეობაშიც, ყველაფერში, ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის. საერთოდ დრიკუს დუპლესის დასაცავად კაციშვილი სიტყვას ვერ იტყვის. თუ ვინმე იტყვის, დაწერეთ კომენტარებში, გენაცვალეთ, მოგისმენთ, მაგრამ ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის. იმიტომ რომ ჩიმაევის ჭიდაობა მიწასთან გაასწორა მოქმედი ჩემპიონი, რომელიც არის საუკეთესო ფორმაში. არ არსებობს რა, არ არსებობს. ახლა მებრძოლები როგორი ყურებია, ყველა შოქშია. მეოთხე რაუნდი დაიწყო და კიდევ ერთი ტეიქდაუნი გვინდა. დგომში არ გვინდა, მიდი ისე შენი საქმე გააკეთე, რაც შეგიძლია. წავიდა. გამოძვრა, კიდე მეორე ცდელობა და მეორე ცდელობიდან გადაიყვანა მიწაზე და დამთავრდა. ესე იგი მეოთხე რაუნდიც იგივენაირად. 29 წამზე გადაიყვანა. ესე იგი გამოგვდის რომ 20 წუთიდან 19 წუთი ისევ კონტროლია. ესე იგი მეხუთე რაუნდი იქნება რაღაცა საშინელება, იმიტომ რომ მთელ ძალებს ახლა იქ ინახავს ხამზა ჩიმაევი მეხუთე რაუნდისთვის. იმიტომ რომ ახლა უკნა ზურგიდან დგას, ხელი ჩაყოფილი აქვს და მაინდა-მაინც არ ცდილობს მის დახრჩობას. ახლა ამას რომ უნდოდეს სწრაფი ფინიში, ეს ბრძოლა ცოტა სხვანაირად წავიდოდა. ეს აი ესე ზურგიდან არ აიყვანდა და არ დაიწყებდა მუხრებით მუშაობას. ძლივს დაალაგეს ფსიქოლოგებმა ეს თორე ძალიან ფეთქებადი ტიპი იყო და აი ეს ფეთქებადობა მას არ გამოადგება. ფეხზე ადგნენ, მაგრამ შეკრული ყავს და კიდე გადაყავს. სრული დომინაცია. დრიკუს დუპლესის მწვრთნელებს დაუსვა იქვე. დრიკუსი კიდე დგება, ცდილობს ადგომას, მაგრამ ვერა ეს მიწეპებულია ზედ. რამდენი ჩარტყა, აი ხა მეორე რაუნდი და მეოთხე რაუნდი წაკუზული ყავს და ტრაქში ურტყავს მუხრებს, ეს უნიტაზე უეჭველი ვერ დაჯდება კაიხან. და პირველი და მესამე რაუნდი ხო აი სახე ააძრო რა, სულ თავში ურტყავდა. კი არ არის ეს ძლიერი დარტყმა, მაგრამ ერთ 300 ჯერ რომ მოკვდება ხამზა ჩიმაევის მუშტი, როგორ არ არის თო. და აჰა, ისევ გადაიყვანა და ყურში. სასწაული დომინაცია. ესეთი დომინაცია მე კაიხანი არ მინახია. აი ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივერა ხო გათიშა. აი გათიშა და შეგვიძლია ვთქვათ რომ გათიშა რა, მოკლა, მალადეს, ხოჩა, ილია თოფურია მაგარი ხარ. მაგრამ ეს 4 რაუნდი ღეჭავს, ტიპს ათრევს ზევით, ქვევით. ეხლა დრიკუს დუპლესიმ რო ის დაითრიოს ამ მახრჩობელაზე, ამ ტკივნეულზე დრიკუს დუპლესი გახდება ნამდვილი ლეგენდა ამ სპორტის რა. დრიკუს დუპლესიმ რომ მოიგოს, აღარავის აღარასდროს არანაირი კითხვა აღარ ექნება. მაგრამ ასეთი დომინაციის მერე შემთხვევით ან შეგნებულად რომ დრიკუს დუპლესიმ დაითრიოს ჩიმაევი, შემდეგი ბრძოლა უეჭველი სარევანშო იქნება რა. აი გამორიცხე, არავის შანსი არ აქვს. არანაირი ნასრუდინი მავოვი და განარჩენები შანსი არ აქვს. ეს იქნება ისევ რევანში. მაგრამ ხამზა ჩიმაევმა თუ მოიგო, როგორც თვითონ იძახი 77 კილოგრამში მიდის ისლამ მახაჩევთან. ისლამ მახაჩევი თუ მოიგებს მადარენასთან ჯერ ეგა საკითხავი და მერე მიდის იქვე ილია თოფურია. ხო და ისლამ მახაჩევს აი ძალიან დარხეულია. კაგაგიდან თოფურია იქიდან ჩიმაევი და არ ვიცი, ბოლოს ალბათ ჩიმაევი და ილია თოფურია შეხვდებიან ერთმანეთს. კავკასიელები აი სახეს აძრობენ რა. კავკასიიდან რამდენი ჩემპიონია უკვე.
მთელი მსოფლიოდან საერთოდ რამდენი ჩემპიონია საქართველოსთან. რატო გააჩა? აჰა, ფეხზე დააყენეს, ერთი წუთია დარჩენილი. ვა, პირდაპირი კაი და კიდე გადაყავს. ჩვეულებრივად გადაყავს. აი, სათამაშოსავით ეთამაშება ტიპს, თო? სათამაშოა. და წავიდა. მერაბდვალიშვილის სტილში ზრუნავს იმაზე, რომ დრიკუს დუპლესიმ რამოდენიმე კვირა უნიტაზზე ჩვეულებრივად არ დაჯდეს. წამი დარჩენილი. ხუთი წამი დარჩენილი. ჩვეულებრივად, ანუ გამოგვივიდა 4 რაუნდი ძალიან მწარე და სასტიკი დომინაცია. ხამზად ჩიმაევი იგებს ჩვეულებრივად ამ ბრძოლას. მეხუთე რაუნდში განადგურებულია. მაგრამ ძალები მაინც დარჩა დრიკუს დუპლესის. აი შეხედეთ რა, ძალები დარჩა, მაგრამ ამ ძალებს ვერ იყენებს. ვერანაირად ვერ იყენებს, იმიტომ რომ ჩვეულებრივად გადაყავს და ეხლა მეხუთე რაუნდის მეორე ნახევრიდან ჩიმაევი დაიწყებს დაფინიშებაზე ჩალიჩს. ეს იქნება ყველაზე მაგარი გამარჯვება. რა, პირველ რაუნდში რომ გათიშოს დაახჭოს, იმაზე მაგარი გამარჯვება იქნება, რომ აი მთელ სოფლიოს აჩვენოს, რომ ვის არ აქვს გამძლეობა. 5 რაუნდი ღეჭავდი ტიპს და ეხლა მკვდარი დაგიგდეთ ბოლოს. აი ეს იქნება ყველაზე მაგარი, რასაც გააკეთებს ჩიმაევი. ოხ, ხამზად ჩიმაევი, ტეიქდაუნები, 9 ტეიქდაუნი შეუსრულა. კონტროლი 18 წუთი და 18 წუთზე მეტი, 18 წუთი ნახევარი. დარტყმები პარტერში 428 დარტყმა პარტერში. მეღადავები. წავიდა მეხუთე რაუნდი. ვა, საავოლეგრევე ჰაიკიკით. 15 წამია დგანა ბიჭები, ეს უკვე რეკორდია. შევიდა, რა თქმა უნდა, შევიდა და გადაყავს მეხუთე რაუნდშიც. გადაიყვანა კიდევ ერთხელ. მიწასთან გაასორა ტიპი 5 რაუნდის განმავლობაში. ვინ თქვა რომ გამძლეობა არ აქვს? უმაგრესი კემპი გაიარა. არმანჩიკ, სპასიბა ძმაო, რა ესე მოამზადე გამძლეობაში, ბრა, ჩენი ყავ თავარი მაგის სპარინგ პარტნიორი რა. რაც წენები გვა ქართველებს ეხა გაპატიებთ მაგ მომენტში რა, მაგრამ მე არ გააგრძელო, პროსტო თორე დაგერხა ჩემ არხზე. აუ, რა კარგად ურტყავს, ისევ გაყვანძა და ჩვეულებრივად აჩაკუჩებს იდაყვებით, მუშტებით. 428 დარტყმა იყო 4 რაუნდის განმავლობაში და ეხლა დაემატა 1.30 დარტყმა კიდე. საერთოდ ჯამში ავარა 1.600 დარტყმამდე სახეში, 600 დარტყმა სახეში. ხამზად ჩიმაევისგან. ეს ვიღაცა შენი უბნელი ლოტისლავიკის დარტყმა კი არ არის, თო? მართლა ძალიან ძლიერი გამძლე ტიპი არის დრიკუს დუპლესი რა, გამძლე ტიპია. მართლა აფრიკელი თეთრკანიანი საქონელი ფერმერი ხარ, ძმაო, ამდენს რო უძლებ რა. ჩვეულებრივად ასფალტი დააგო ოქტაგონზე ჩიმაევმა. აფრიკული ასფალტი დააგო ძმაო რა. ესეთი კონტროლი მე არ მინახია UFC-ის ისტორიაში, ვინმეს თუ უნახია 5 რაუნდი, აი ესეთი კონტროლი, დაწერეთ კომენტარებში ძმაო, გადავხედავ იმ ბრძოლას რა. ნახე ბიჭო, დატანჯულია, აი გადახედე, დრიკუს დუპლესი უკვე მკვდარია, დაღლილია. აუ, გადავარდა, ზურგზე გადავარდა, ჩიმაევი წაიქცა, ბიჭო, დარჩენილია 2 წუთი ნახევარი. პირველად. მაგრამ ისაც თავისი შეცდომიდან გამომდინარე, აი ახლა აქვს შანსი დრიკუს
და ფინიშ ვერა არა და ხონდა ცდელობა დაეჭირა ბიჭო კისერზე ისევ ავიდა მაუნჩი ორი წუთი არის დარჩენილი და ჩვეულებრივად ისევ გადაიყვანა მიწაზე ჩიმაევმა თავისი მეტოქე და დაიწყო ტრადიციული დამუშავება 474 დარტყმა 500 დარტყმას უეჭველი აცდება ეს რა წუთი და 43 არის დარჩენილი კიდე ჩემი დუსო მე მგონი გულით სულით დრიკუსისკენ იყო და ძალიან გაუთხდა ამის განადგურება და წავიდა ტიპი აუ რატო აყენებს აი ხა მსაჯი გადაო დომინირებს მუშაობს ჩიმაევი და მაინც ფეხზე აყენებს შანსს აძლევს დრიკუს დუპლესის რაღაცა გააკეთოს ესა შემთხვევაში არ აყენებენ ფეხზე რა იმიტომ რომ ურტყავს დაწოლილი ყავს და თან მუშაობს პასიურად რო იყვნენ კი ბატონო გააყენებ მაგრამ დრიკუს დუპლესიმ დაიწყო მუშაობა 1 წუთი დარჩა ოხო გაუტარა კომბინაცია გაუტარა დრიკუს დუპლესიმ წარმოიდგინეთ ძალა დარჩა ტიპს მაგრამ აგე დარტყმა და ისევ ტეიქდაუნი ცოტა დარჩა ტეიქდაუნამდე 40 წამი ყოჩა დრიკუს დუპლესის ხელები ამიწევია ძმაო რო აი ამდენი ძალა კიდე დარჩა გადაიყვანა ჩიმაევი პირველად გადაიყვანა მიწაზე აჯობა აი აქ უკვე იმიტომ აჯობა რომ აი ამ მომენტში უკვე დაღლილია 20 წამი ამ 20 წამში უნდა დაახჭოს დრიკუს დუპლესიმ ჩიმაევის სხვანაირად შანსი არ აქვს და მაგას ხვდება თვითონ მაგრამ წევს